ემსარი ეზოშია. არ გავახებ. ეს შენუნ. ეს რა არის? ვაიმე, ლიქიორიანი შოკოლადი. და როგორ გიყვარს იცი მე და ემზარს. მე შოკოლადს ჭამ ხოლმე და ემზარი კიდე ლიქიორს ხრიპავს. კიდე რაღაც მოგიტანენ რა? ხვალ რუსეთში მიფრინა. აი ეს ბილეთები შენთვის და ინდირასთვის ვიყიდე. მინდა რომ წამოხვიდე. არა, მე არაფერს გაძალებ, ნუნუ, დაფიქრდი და გადაწყვეტე. ეს ბილეთები აქ იყოს. იცოდე, მე აეროპორტში დაგელოდები. დაგელოდები, ნუნუ. ვაიმე, მერაბ. ვაიმე, ეს ვიღაა ახლა. მოგძამდით, შემოგძამდით. მოდი აქ შენ, მოდი, შენ მოდის მითხარი რომ ვალს დაგებრუნებო. დღეს გითხარი ხო? ოი, შესაძოდავ, იმის ხალისიც კი არ მაქვს რომ გაგლანწყო. ელენე, ამათ ხომ მოასმენია ჩემი ლაპარაკი და კიდევ ვინმესთვის ხომ არ გითქვა ამს? ქალბატონო ნუნუ, ხო გითხარი, შემთხვევით მოხდა მეთქი, არა, ისე ყველა მიცის და მეტი ვისთვის უნდა მეთქვა. სანუნდეი და ემზარს ან მერაბს თუ ელაპარაკეთ? ემზარს ვერ ველაპარაკე, ორი დღე არ გამოფხიზლებულა და ქალბატონო ის პური სად არის, სადი? მანდ არის ზევით. ხომოსული მოვიდა ნახა თვითფრინავის ბილეთები მომიტანა და ამიტომა და წავიდა. მითხრა ხვალ მიფრინავ რუსეთში და ძალიან მინდა შენ და ინდირა წამოხვიდეთო. მე არ ვიცი რა ვქნა, გოგოებო ტვინი მაქვს არეული. ისე ქალბატონო რომ მე თუ მკითხავთ, აუცილებლად უნდა გაყვეთ მერაბს იქ რუსეთში თუ სადაც გეპატიჟებათ, ან ემზარის უნდა გაყვეთ აუცილებლად სადმე, ან ინდირას უნდა გაყვეთ სადმე, ან ვინმეს უნდა გაყვეთ რაც შეიძლება საფათას შორს. რაც შეიძლება შორს და ხო კარგი თეკლა კარგი ნუ მეჩხუბებით ყველა მე ნუ მეჩხუბებით ხო ქალბატონო რას გეტყვით იცი თქვენ თუ არ მიყვებით მერაბს ხო იქ ის გააყოლეთ ემზარი გააყოლეთ აი არაყი და სმა უყვართ იქ თუ უყვართ და გავგერდა რა აი ეს პური სადინახავ მანდელს პატა რას ბოდიალობ თუ იცი რა ვიცი ქალბატონო ჩემს გაზლებთ ჩემი აზრით მე მგონი რა ვიცი ხო და ამოირჩიე მიწაში ჩაგდო თუ მეხი დაგეცეს აი ამოვირჩიე მეხი. აი შენ ჩაგდე მიწაში არჩევაც რომ არ იცი, დაგეცეს მეხი. თეკლა, შენ იცი, შენ გამიგე, მარტო შენ იცი როგორია უარგის ადამიანთან ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა რომ ჩემ ემზართ შევეჩვიე უკვე და ასე როგორ მივაგდო? ისე რაც უარგდია ეხლა. კარგი ქალბატონო, არ შეწუხდეთ მეხი დამეცეს, მეხი დამეკვენა შეწუხდეთ. აი მე გოგოებო მირჩიეთ რამე რა ვქნა. მე მერაბს ავირჩევდი. კი, მაგრამ ნანახი არ ყავს და როგორ? სამაგიეროდ ემზარი მყავს ნანახი გუბეში, ხის ძირში, გარაჟთან. ელენე, შენ რას ფიქრობ? მე მალე ქორწილი მექნება და ისეთი ბედნიერი ვარ რომ არაფერი არ მატარდეს. ამდენს რომ ნერვიულობ და ერთთან ბავში ხარ ისე? სადი აბა კითხე ერთი ემზარის, უნდა საერთოდ აქ რო დარჩე, აბა კითხე ერთხელ მაინც კითხე აბა. ეს ცოტა ვერა ის.
უთხარით წავიდეს სანამ რაღაცას ვიზავ თვითონ ვერ მოიფიქრებს და წადი თქვენ და გამოგყვებათ ესეც რა კარგი ხალბატონო ისე მე მაინც ემზარს ავირჩევდი მე მერაბს აჰა რა გინდა ხალბატონო ამას ემზარი იმას მერაბი დარჩი მარტო ხალბატონო აი ეს ვიყავი ეს ის სადღაც მაინც არ მეუნები ხო? ადი ხა თორეს კარტოფილიან ტაფა წამოვა თავში მინდა წამოვიდეს მინდა კარტოფილიან თვა წამოვიდეს ადი ხედა გასვენებენ არ გაგძინებენ არ გაჭმევენ ან რა ჭამოსაჭმელი რა გამარჯობათ ვინის თაობაზე გაწუხებთ შეიძლება დავათვალიერო კი რა თქმა უნდა მოგზანდ უკაცრავად ის არ გვესრო მაინც ეს მოკლედ აი ეს არის ჩემი ბინა ძალიან სუფთა ნათელი მზიანი ეზოში ფარეხიანი ეს კარგი და საძინებელი სად არის? საძინებელი იქით არის, მაგრამ რაღაც უნდა კითხოთ უკაცრავად ძალიან მეცნობი და თქვენი ვალი ხო არ მაქვს შემთხვევით. ვერ გიხსენებთ რა. არა. და თქვენ ჩემი? არა, არც ეგ. აი რა წუწურაკი ადამიანი ვარ წარმოვიდგინე. ასეს ხერა ვინმეს ეს მიეცეს ფული ვინმეს და ხო დაგიბრუნებენ მე და გექნება ეს ფული საჭმელის იქნება ყველაფერი გექნება. აქეთ სამზარეულო ეს ალბათ თქვენი თემა მოგზანდი დაათვალიერეთ. მოდი გოგონა. ჩვენ საძინებელს დავათვალიერეთ თუ შეიძლება. რა თქმა უნდა პირველ რიგში საძინებელი რა თქმა უნდა აი პირდაპირ საძინებელი მიბზანდი დაათვალიერეთ. სხვათა შორის ამ საძინებელს აქ ერთი არაჩვეულებრივი ფისი საიდან გეცნობა ეს სიცილი ერთი მითხარი აბაში ეხლა მომისმინეთ თქვენ შემოვიდეთ და ჩაიცვით ორივეც. ჩაიცვით მეთქი გეუბნები ისოდი არ დამენახოთ ეგ. ჩაიცვით. ჩაიცვით ხო? ჩაიცვი ბოლომდე ჩაიცვი რა. მოგზანდით რა არის რა ხდება ხა ბოლო რა. უკაცრავად. მართლა ეუფ ხო რა არის? დღეს არ გამოგვივიდა. ხო სოლოქ წავიდეთ ისე გვინდა რომ ხირავდებოდა აი ხო კარგად ზარდებოდი მესმის თქვენი პრინციპი კარგით არა უკაცრავად კარგად ნახვამდის გამარჯობათ პატა ფაკენი ხორ გაყიდებინა ჰა არა ლაშა ვინ მომცა მაგის ბედი არ გამიყიდია ჯერ არა მოდი არ დაიჯექინო მოდი აი კარაქიანი პურები მაგ და მიიგდი მოდი ვა კარაქიანი პურები მოიცა აბაბინე არ გამიყიდიაო არ გამიყიდია ლაშა რა გჭირს ახლა მართლა არ გამიყიდია უბრალოდ მაგ პაპა საიდან მაგ და ის რო არის სტურუების ლევანიკო ხო იცი შენ კი ჩვენი ხო რა მაგას თურმე ძალეთ ესე გაუხვევენ იმაში რა ქვია და ჩაუდებენ ჩანთაში და არ ყანენ ძალით სკოლაში ამას კიდე არ უნდა არ უყარს ეს კარაქიანი პურები და მე მომელაპარაკე ხო ხდები რა დილაობით ხვდები ეს კარაქიანი პურებს მაძლევს და მე ვასწავლი გინებას და უცხო სიტყვებს ოჯახ სხვათა შორის ამ გინებას და ის უზდელურ სიტყვებს მე კი არ ვიგონებ მე ვალეები რომ მირეკავენ ისინი მამარაგებენ ხოლმე და იმასო აი მე რა მაგარია საქორწინო კაბა ელენე აუ გვაჩვენე რა გვაჩვენე ხო გვაჩვენე გიხვეწები კაი არა ელენე ძალიან აუ თეკლა ხო გითხარი არა საღამოს ყველა ერთად რო შევიკრიბებით ჩავიცვამ და გაჩვენე აუ ელენე არა კაი გთხოვთ ელენე სოფი არა ელენე თუ არ გინდა თეკლა საჩვენო მე მაჩვენე არა სოფი საღამოს ყველა ერთად ნახავთ ელენე მომისმინე სოფის რამე სხვა კაბაა ჩვენი მაინც ვერ მიხვდება ესმის ხა
ესმის. მე რა მაინც ვერ მიხვდება. რა. ელენა, ჩვენ რომ აღარ შეგარჩევინეთ ის იყიდა, ხო? არა, თეკლა, მე სხვა შევარჩიე. რატო და ვიფიქრე შავი ფერი მაინც არაეფექტური იქნება მეთქი თან სულ გამჭვირვალე რომ იყო. ხო, არა. კი, სამხაც მართალი ხარ. მომისმინეთ, მოგვიყევი მაინც როგორ. ხო. აიმე, ისეთი ლამაზია, რო ჩაიცმე. მაშინ სულ ერთი ხდება ვის მიყვები. და რომანტიულია. აბა, ვაიმე თეკლა, უკვე ვხედავ ჩემ და ილიას ქორწილს. ჩემი ულამაზესი კაბა მაცვია, წინ დიდი სუფრაა გაშლილი, მარჯვენა მხარეს არის სპილოს ძვლისფერი დიდი ბაფთები, წინ ხალხი მოდის და მილოცავს, გილოცავ. მე ჩემი ლამაზი კაბა მაცვია, მარცხენა მხარეს ელენე ფრთხილად არ დაეჯახა. სამსართულიანი ტორტი. გეხვეწები, შენი ბეჭედი გვაჩვენე რა ლამაზია. აბა, ჩემი ლიას ძალიან კარგი გემოვნება აქვს გოგოებშიც და ბეჭდებშიც. ელენე, შეიძლება რომ გავისინჯო? ჩვენე. აუ რა ლამაზია. უი, სოფი, შენ თითები დაიბერე? სულ მაქსის გქონდა. კარგი ბეჭედია. გოგოებო, თქვენ გადაწყვეტეთ რა სიცვა? კი, მე გადავწყვიტე. მე ვიცვა გრძელ წითელ კაბას, ზემოდან შავი კორსეტი მეცმება, ყელზე ბრილიანტის ყელსაბამი, ხელზე ძალიან მაგარი საათი, ოქროს ბეჭედი, თმებში მექნება მარგალიტები და სტილისტი ჩამოდის საფრანგეთიდან და მაგასთან ვიკეთებ ვიზაჟს. თეკლა, შენ? რა ვიცი, თუ ქალაქში დარჩება რამე? იქიდან მამა ჩემი რის ჩასმის უფლებასაც მომცემს, ჩავიცვა. შენ აირჩიე უკვე ვარცხნილობა? კი, დაახლოებით ვიცი რაც მინდა, აი განახოთ. ან ეს. ან ეს. ეს არა ნამდვილად. ან ეს. ან ეს. ვაიმე, კიდევ რამდენი ფურცელი ყოფილა. ან ეს. ელენე, რა კარგია, როცა ზუსტად იცი რა გინდა. ძალიან გემრიელია სხვათაშორის. კი, გასამდენი ხანი არ მიჭამდი. ძალიან კარგი. როგორია? ხო, მართლა ისა $1. $1. რა $1? კარაქიანი პური, 1 ცალი $1. რა გაუცებული მიყურ, რა გჭირს, არ გაგიგია შენ. სახლებს, მანქანებს და კარაქიანი პურებს დოლარში აყიდი, არა მოგივიდა. ხო, მივიჩი, გადამივიჩი მე. ძალიან კარგი, მაშინ ჩემი $499 გექნება ვალი. კარგი, მე მქონდეს, რა ვქნა, ლაშა, აი ესე რა ვქნა, უნდა გავყიდო, სხვანაირად ფული საიდან ვიშოვო, სანამ სახლს გავყიდი, რა ვქნა. არ ვიცი რა, აი არ ვიცი რა გავაკეთო. მომისმინე და ბანკი რო გადარცვო. ლაშა, მეტი რა გავძარცო, მითხარე ერთი ფული მაქვს წამოღებული და უკან აღარ ვაბრუნებ და მეტი რა გავძარცო. ჭამე, მიდი, ჭამე. ჭამე, რას მიყურებ, ჭამე? პადა, ტელეფონი გირეკავს. ხო ვიცი, მევალე იქნება, გაანებე თავი, ჭამე, მიდი. უპასუხე, იქნება არ არის ეს მევალე. ლაშა, მომისმინე ერთი წუთი, ახალ წესარ გავხსენები ვარ, კაციშვილს და ეხლა დამირეკავს მე, ჰა? ჭამე მეთქი, რო გეუბნები, მიდი. და დახედე მაინც ხონაყა ვინ დაეწერება იქ ვინ გირეკავს და ვინ არა. უი, ჩემი კლასელია მახო. ამას საიდან გავახსენდი რა? აბა, ერთ წუთი უპასუხებ. ხო, მახო. რა შვები, როდის უნდა ნახო? რა მითხარი? ვალი მაქვს შენი? მაშინ როდის უნდა გნახო, მახო? ამ დღეებში აუცილებლად პირველ რიგში 2-3 დღე მაქსიმუმ შენს ვალს პირველ რიგში შენ ვალს გავისტუმრებ და კი ვახო აი მახო როგორც კი ფული მექნება ეგრევე გნახავ მახავ თუ რა ვიცი აი მახო კარგი ნახვამდის გნახავ ან ამას როდის გამოვართვი ან რამდენი გამოვართვი ან საიდან გავახსენდი არ ვიცი გავგიჟდები ლაშა რა უკვე აღარ შემიძლია და
მე მოვიფიქრე როგორ უნდა იშოვო შენ ფული. როგორ და თმები გაიზარდე და მე რომელიმე ცეკვის ანსამბლთან მიდიდე ეს ნაწნავები ჩააბარე. ვაიმე, ეკა, ელენე, ილია, რამაცინებს, ელენესთვის არ გითხოვს ის ამბავი კიდე? რანაირად ვეტყოდი ბადა, გამაგები, რანაირად ვეტყოდი, მითხარი და შემოვიდა ილია და ხელის თხოვა ელენეს. ელენე კიდე დათანხმდა და ეს ეკაც ბიჭო მირეკავს და ხარას მეუბნება, ხარას თხოვს, მეუბნება რომ თუ ისი არ გააკეთებ ყველაფერს, რასაც მე გეუბნებიო, ვეტყვი ელენეს ყველაფერს. უყურე რა, ეგ მაიმუნი გოგო. არ არის ის რომ მე მივიდეს ფული ესასხოს და აღარ დაუბრუნოს მე რა. მოდი არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. არ გვინდა. ისე სხვათა შორის ლაშა მე შემიძლია რომ ელენეს უთხრა ყველაფერი, მაგრამ ფულის ანასვლოდ რა თქმა უნდა გავჩვენდები. ბატა, პირობა დადე რომ სიცოცხლის ბოლომდე შეინახავ ამ საიდუმლოს. იქნება არ კვდები ლაშა. არა, ეგ არ ვიცი ბატა, მაგრამ თუ იტყვი, ნამდვილად რომ მოკვდები ეს ვიცი. გოგოებო, ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი კარგი შეგრძნება, როცა საყვარელი ადამიანი გულს და ხელს გთხოვს. აბა, პირველად განვიცდი ასეთ რამეს. რა მაგარია. მოიცა, პირველად რატო ზურა? ზურა არა, ზურამ თვითონ ვერ მითხრა, ცოლად გამომყევიო დედამისა თქმევინა. ამხელა თავს ხომეც უგარს ხო ვერ ვეტყოდი არა. მოდი ელენე, საღამო სადმე წავიდე და ავღნიშნოთ შენი ბედნიერება. მე ვერ წამოვალ, მამა ჩემის ამბავი ხო იცით ერთ ამბავს ატეხავს და ვერ წამოვალ. თეკლა, მაშინ როგორც გავაკეთეთ ისე ვქნათ, ვიდეო ზარით დაგირეკოს და გვიყუროს. მაშინ კაი. ელენე და შენ ნიკა არ განიცდის შენი გათხოვების ამბავს? აი მე სოფი მაგაზე ცოტათი ნერვიულობ. გამარჯობა გოგოებო. ახეთ მომესწრო დედა. ნიკა, გიხარია დედიკო რომ გითხოვდება? კი, როგორ არა. ბედნიერია. შვილებს გააჩენს. მე დაანძმა მეყოლება. მე ჩემთვის დრო აღარ დარჩება და მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ნიკა დედიკო ნუ ნერვიულობ, ჩემთვის ყოველთვის მექნება დრო. გოგოებო, ნიკა ისეთი კარგი ბავშვია, ისე მეხმარება საქორწინო სამზადისში, ხოდე? დედა იცოდე, აღარასდროს არ დამაყენო კაბების მაღაზიაში, ვიღაც ქალების წინ და არ მომაზომო საქორწინო კაბა. სხვა არავინ არ იყო და. ნიკა, რაკენი დაიკელი? კი, 2 კილო. მართლა როგორ? ხელტასაც მომაცვია. რა კარგი იდეა. მე კიდე შენი ქორწილისთვის დიეტის დაცვას ვაპირებდი. ნიკა დედიკო შენ ისეთი კარგი ბავშვი ხარ, შეგიძლია მთელი 2 საათი ითამაშო. მართლა? რა მაგარი. Yes! ვაიმე, გოგოებო, რა დრო გასულა, კოსმეტოლოგთან ვარ ჩაწერილი გავიქეთ. მიდი, ელენე, აბა შენიცი. დროებით. თეკლა, წარმოგიდგენია, ელენე უკვე მეორედ თხოვდება. შენ კიდე ჯერ არც ერთხელ არ გათხოვილ ხარ. შენ რა გიხარია, შენც ეგრე ხარ. აი ხო. თუ დამპალი ეგ. კარგით მოგბრძანდით. მოკლედ ესეც ჩვენი აივანი და ესეც ბინა და ყველაფერი ნახეთ მე მგონი ხო? ой, სხვათა შორის მართლა აივანთან დაკავშირებით ერთი რაღაც დამოვიწყდა. თუ კარგი მხედველობა გაქვთ თქვენ, ხო? მოპირდაპირ კორპუსში ცხოვრობს ერთი ახალგაზრდა ქალი, ხო ხდები? და ყოველ დილით ხალათით გამოდის ხოლმე და სარეცხს ფენს, ხო ხდები? ხო და აი დაინახავთ თითქმის ყველაფერი ჩანს, თითქმის. ну касра დილით კაცროთ ნიხტი ამ კედლის მონგრევა შეიძლება რა შენ ფული მომეც უგინას უდა ანგრიეს
გული მომენტი იყიდე და კი ბატონო ნახეთ. მოკლედ რა სიტყვით ყიდულობთ მოგწონთ? გაჩნია ფასი საბოლოოა 60,000. არა რა თქმა უნდა, შემიძლია მოუმატო. ცოტა სხვა დავაკლებთ. ეხლა იცი რა არის, მე რო ამას რამე თანხა დავაკლო, ხო, მე დამაკლდება. ან ფეხი, ან ცხვირი, ან ყური, ან თვალი, ან რა ვიცი, გააჩნია ვის არ დაუმნებ ვალს. მაგრამ სხვათა შორის ისე ბინაში ძირითად რაღაცებს ტოვებ. აი ყურადღებით იყავით ხა უყურე, ესე იგი, ჭუჭრუტანა. ჭუჭრუტანა რჩება. ხო, სააბაზანოში, სასაპნე რჩება, სასაპნე. რჩება. ყველაზე მთავარი რაც არის, აგერ თუ ნამდვილი მყიდველი ხართ, აივანზე სარესხის თოკებს გიტოვებ ჩემო. ინტერნეტი არ არის, არა შემოყვანილი. ინტერნეტი შემოყვანილი არა არის, ისეთი სწრაფი და მეზობლის Wi-Fi-ის პაროლი ვიცი და იმას პარავ ხოლმე ხო ხტები და ძალიან სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი გექნება, თქვენს გეტყვით, მე პაროლი ჩაიწერეთ და გექნებათ. მოკლედ რას ყიდულობ თუ არა? არა, ძალიან ძვირია. ხო, რა ვიცი, კარგი ხარ, არ ყიდულობ, ნუ ყიდულობ, მაგრამ ერთ წუთი მომისმინე რა ისა რა ქვია. ფული მაინც მას ესხეთ რა. ხო, რა იყო, რას მიყურებ ხა? იმას ვერ მეტყვი, ფული არ მაქვს, ბინას როგორ ყიდულობ? კარგი, გაგრძელდებოდეთ. კარგად გრძელდებოდეთ. ხო, მართლა. განცხადება შეწერა სასუსნავი, მოიტანეთ ვინც მოხალთ უყველამო, ხო, აი, შოკოლადი წამოგიღეთ. ძალიან დიდი მადლობა. კარგია, ნეტა ყველა ბოლომდე კითხულობდე თქვენსავით განცხადებას, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის მე ამ ბინაში უფრო ძვისაც მაძლევენ, 100,000 მაძლევენ, მაგრამ მე არ ვყიდი, აბა, არღის მაგდენი ეს ბინა და აბა რანაირად. და ესე დადიან მაწუხებენ ყოველდღე 100,000 გაძლევ, 100,000 გაძლევ, მე ვეუბნები არ მინდა და კარგი, არ მინდა და აი ესე და აჰა, კიდე ერთი, აჰა, კიდე. რა გინდა ადამიანო, ვერ გავიგე. რა გინდა, კაცო, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ ვყიდი ამ ბინას 100,000, არღის მაგდენი. ვინარია? არღის მაგდენი და ვიღაცა აფერისტი და ის ხო არ ვარ არღის და რატომ 60,000 გინდა წაიღე? რაც გამარჯობა. ნახვამდის და ნახვამდის. ვა, რა ხალხი ხარ თქვენ კაცო? პატა, შენ ხო არ გააფრინე? არ გაფრენთ არა, მაგრამ მე მგონი რაღაცა ვსივდები. თეკლა იცი რა არის? ელენე 1-2 საათი მაინც არ მოვა კოსმეტოლოგისგან. მართალია. ესე იგი ნახოთ? ნახოთ. მოიცა სოფია, ელენეს ნივთებში ხო არ დავიწყებთ ქექვას. ჩემოთ არ ნახო რა. არა, ერთად ნახოთ. არ ნახო ჩემოთ. არა, ხო. მოიცა მოგიდე? თხილად აღოთ, თხილად. კარგი, მოგო, თხილად. აი, მე რა მხილო. მოდი. აი, აქ დავთქვა. კარგი, 1-2 3. 1-2 3. რა ლამაზია. მოიცა ქაღალდი ყოფილა. მოდი ახლიდან. 1-2 3. რა ლამაზია. სოფი ხელი არ ახლო რამე რომ მოვიდეს ელენე მოვკლავს ხო. ან ისე რა უნდა მოვიდეს? ხო რა ვიცი რა უნდა მოვიდეს. სოფი ძალიან ეტყობა. გახეული არა და ლაქა კი. გახიშდება ელენე. იცი რა მე მაქვს იდეა. რა? მოდი დავაშოროთ ელენე და ილია, ეს კაბაც აღარ დასჭირდება და შესაბამისად ჩვენც აღარ გაგვიბრაზდება. სოფი. აბა რა ვქნათ? მოყვავს ელენე. რა ვქნათ, თეკლა? რა ვიცი. ნიკა, მოდი აქ, როგორ არ ცხვენია, როგორ გაუფუჭე დედიკოს კაბა? რა? ვითომ არ იცის ახლა რა ეშმაკი ბავშვია? აბა. ეს რა გიქნიეთ, როგორ გახიეთ? აი მე რა ვიცი, ნიკა ესე ავიღებ და აი ისე გაიქა ზუსტად. მადლობა გოგოებო, დღესაღამოს კარგი საირის ყურება მომიწევს. სოფი, შანტაჟის სუნი მცემს. ეტყობა ელენეს დარჩა. არა, თეკლა გამორთულია. კარგით ხარ ხოლმე, ალი, 10 წუთი და ნიკა.
ესა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან რა. ელენემ თხოვა რომ ილიას იქნებ პიჯაკი და შარვალი უყიდო. ხო და ეხლა მივდიოდი მაღაზიაში ამის გამოსატანად, მაგრამ დამირეკა ეკამ ილიაშვილმა. ხო და მითხრა შევხვდეთო და აუცილებლად უნდა წავიდე და შევხვდე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა უბრალოდ დამანებოს დავიკაცო. აღარ შემიძლია პატარა, ხარას მეუბნება, კაცი ვარ მეც ეხლა. მართლა ის ხო არა, ხან იმას მატყობს, ხან ამას მაკეთებინებს, ხან იმას მაკეთებინებს. აღარ შემიძლია. ლაშა, სათხოვარი რა გაქვს ის მითხარია, ბა? უი ხო, პატა, აი ეს ფული. ეს არის მაღაზიის მისამართი. ფული ლაშა. ვაიმე ფული. მომისმინე, მიხვალა მისამართზე მაღაზიაში და ეტყვი რომ ლაშა ტორონჯაძის სახელზე არის შარვალი და პიჯაკი და გამოიტან იმას. ოღონდ მომისმინე. ხო გისმე ლაშა ხო. ფული გადაუხადე იმ ხალხს, გაიგე? აუცი კი ლაშა ხო. მე მეჩქარება ეხლა წავედი. კი ლაშა ფული. ისა ლაშა ერთი წუთი რა ის გრის ფული დამიტოვე რა. ის ფული? ლაშა იქსაში ღვეზელი ხომ დავჭამო. ღვეზელი ხო, ქვევით საცხობი ვარ, ქართლელების საცხობი იცი რა ღვეზელს ყიდიანი გენი ხო. და ლაშა ის ვალი მაქვს მაგად გვერდზე მაღაზიაში. პატა. კარგი, ხო არ მინდა მაშინ ღვეზელი არ მინდა, ვალის ფული დამიტოვე მაშინ. პატა. არ გაჭრა, ნუ გაჭრა, წადი თუ მიდიხარ ეხლა. კარგი, წავედი და ფრთხილად გამოიტანე ის შარვალი და პიჯაკი იცო. ფრთხილად გამოიტანე, ხორცლში უნდა ჩაიცოს. აუცილებლად. ვაიმე ფული. ვაიმე რამდენი ხანია ჯიბეში ფული არ მდებია. ვაიმე როგორ მეამა ვაიმე როგორ მეამა იჯაკის ფული მეამა კოსტუმის ფულიც ეს ვიღა ალო გისმენთ ქალბატონო გისმენთ ალო ქალბატონო ერთი წუთი მომისმინე ეხლა რამდენი მაქვს თქვენი ვალი რომ შემახსენოთ ბოდის გიხდით რა ხო მე რა არის რა მოგივიდა ადამიანო ხალხი მირეკავს აქ რა ქვია ვალი მაქვს იმათვის და 2000-იანი და 2200 ლარიანი მევალეები არ მიყვიდიან ეგრე და ამ 700 ლარზე რა ამბავი ამიტეხი რა არის რა სიცხვილია ქალბატონო სიცხვილე ამხელა ქალი ხარ რა არის ვერ გავიგე მართლა ხო არ არის რაღა საბოდიშო რა არის კარგი ხო არა კარგი ნახვამდის ქალბატონო კარგი ხო რა არის რა სუდაკარგა ნამუსი ახალ დრამლაკას რამე ამოიყვანს კი ნიკა მაკრატელი არა ახალი უნდა ვუყიდოთ ხო და ამაზე რა უნდა უთხრათ ამაზე ვუთხრათ რომ პაატა შემოვიდა და იმან შეჭამა ვითომ ნამცხვარი ეგონა ხო არა ისე ნიკა მომისმინე შეხო ზუსტად იცი რომ მაღაზიაში იყიდა ელენე მესკაბა კი ხო და წავიდეთ მე ბარათზე მაქვს კაფეტერიის ფული და ზუსტად ესეთი უყიდოთ წამოდი თუ მისამართს გეტყვი და თქვენ წადით არა ნიკა შენც უნდა წამოხვი და ზომას ისე ვერ ავარჩევთ შენ უნდა ჩაიცვა მადლობთ რომ დრო გამნახეთ ჩემთან საცეკვაო. კარგი. მოდი ახლა შევამოწმოთ როგორ დავიმახსოვრეთ. ეგ არის. ესე იგი
10 ლარიანზე აკაკი, 20-იანზე ილია, 50-იანზე შოთა. Tamari, რა შოთა, ბიტო, Tamari, ვიქო დაიმახსოვრე, რა უნდა ამისამახსოვრება. რა უნდა არის თუ უნდა დაიმახსოვრე 50-იან შოთა კი რა. გამარჯობა პატა. ჩემი ბალის გამოსართმევად მოვედი. ახლავე უნდა მომწო. გამარჯობა, ქალბატონო მეზობელო. გამარჯობა. პატა. ვალი უნდა მომცე მეთქი, მომეცი და წავა. არ მაქვს ფული. არ გაქვს ფული, არა? არ მაქვს ფული. მე ვიცი რომ გაქვს ფული. ეთი, უკაცრავად, ქალბატონო მეზობელო, შემახსენეთ თქვენთან 2 შვილს ვიფიცები ხოლმე თუ 4 შვილს. ოს? 2 შვილს ფიცავარ თუ მქონდეს ფული. ვაი, როგორ არ გწხვენია პატა, როგორ არ გწხვენია? ტყუილზე შვილებს როგორ იფიცებ? აბა ის ვისია? ტყუილზე რა მართლა კი არ ყავს შვილები კაცო. არ არის ეს ჩემი ფული, არ არის. ეს არ არის ჩემი ფული, ხა არ არის ეს ჩემი ფული. არა, ვისია მეთქი, არა ვისია. ვისია და ბაბუო ჩემი ხო იცი კოტე. როგორ არის? კოტე ბაბუო ჩემი. საწყალი, არ ვიცი, სად გადაეკიდა, სად ნახა ეს თავის ჯარის მაკაცები თუ ვიღაცეები. ხო და აყვა იმა დადიან კაზინოში თურმე თამაშობენ, აგებენ ამ ფულს და აი ესე რომ არ წააგოს და ესე რამე შარში ვერ გაიხოს, უმალავ და უნახავ ამ ფულს ესე ჩემი არ არის. ხომ იცი რომ შენი უკვე აღარაფერი აღარ მჯერა. მომეცი ეს ფული და არ არის ეს ფული ჩემი არ არის, დამიჯერეთ რასაც გეუბნები და ვერ მოგცემ. არ არის ეს ფული ჩემი და რანაირად მოგცე ახლა. ვაიმე, ვიცი რომ შენია მომეცი და წავა. არ გაიხეს, არ არის ჩემი ეს კოსტუმი უნდა ვიყიდო ამ ფულით, კაცო გაანებე თავი ერთი წუთი, არ არის ჩემი, ხო გითხარი? კოსტუმი უნდა ვიყიდო. რა? ხო, კოსტუმი უნდა ვიყიდო, ხო? არ გწხვენია? ჩემი ოპერაციის ფულით გინდა შარვალ კოსტუმი იყიდო, არა? გაიხება, არ არის ჩემი ეს. არ არის ეს ფული, კარგი არ გაიხეს, ოღონდ არ გაიხეს. არ გაიხეს, ხო კარგი. ის ქალბატონო მეზობელო ერთი წუთი მომისმინე ახლა. თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მე ნამუსზე მაქვს ხელი აღებული ხო და თავზეც ვამაგებინებ ხეს მომეცი შემებული ახლა. როცა ბრაზობ. დიდი მადლობა ვალი რომ დამიბრუნეთ. მე მგონი ყველა აქვს. ყალბია ეგ. რა? ყალბია. თუ გინდა წაიღე, მაგრამ ყალბია და რა გინდა? ეს ფული ყალბია, ხო? ყალბია და წაიღე. იმაში? არა! მე ούτε გადახიო. ხო არ დამანახო, დახეულები ეხენი არ დამანახო ხო და თუ გინდა წაიღე და წადიო. გეხოცები არ დახიო. კარგად. ხო და მე ჩამოვა და მოვილაპარაკოთ. კარგი დავილაპარაკოთ რა. გეხოცები. ას რომ არ გაგიღებ ეს თუ იცი. არა, ვიშ, როდედი არ გამიგე. კარგით ხო, კარგი და. ფულები. ერთი 5 ლარიანი დამჭა. შენ არის ნერვიულო, შენ თავს არავის არ დავაჩაგუნებ და არავის არ გავატან. არის ნერვიულო შენ. ვაიმე კოსტუმი. ვაიმე ილიას კოსტუმი რა უკნა ხო ვაიმე. ვაიმე ილიას კოსტუმი, ვაიმე მომკლავს. ლაშასის მაინც ყოს ჯანდაბას ხო, მაგრამ ილიას კოსტუმი რა გავაკეთო ვაიმე. 5 ლარ არისო ერთი 2 მაინც გეხატო შენ კიდე რა ჩეს ვერ გავიგე. აუ რა გავაკეთო. კოტე ბაბუს ხო ქონდა სადღაც თავისთვის შავი დღისთვის გადანახული რაღაცა შავრო კოსტუმი. მოურეკო ერთი კოტე ბაბუს. ეს გამოგვადგება მაინც კოტე ბაბუს უნდა დაურეკო მაგას ეკნება. სად არის ერთი, სად არის გამახსენებელი. ნუწუწუნებ მეთქი. რაც ნუწუწუნებ, თქვენ შემომაზო მე კაბა. 12 წლის ბიჭს ეს დღეში ორჯერ ჩამაცვეს მორჩი ნიკა წუწუნს და შეიტანა ეს თორე თუ მოვიდა ელენა და შემოგვისწორ საერთოდ მოგკლავს. სადაც მოკლავს. 3 ზომით დიდი კაბა უყიდებ და რო შეხედავს მიხვდება. აბა რა გვექნა არ იყო ის ზომა და საერთოდ ეს კაბაც რომ არ მოგვეტანა უარესად გაბრაზდებოდა. ზოგჯერ როგორ მარტივ რაღაცებს ვერ ხვდები ხოლმე რა თქო. ხოჩო. აი ჩვენც მოვედით. უი, ლაშა, შენც იყავი კოსმეტოლოგთან? არა, ელენა შეხვდი ლიფტში. და სხვათა შორის თეკლა, ჩემს კანს ჯერ კოსმეტოლოგის ჩარევა არ ჭირდება. ძალიან კარგი რომ ყველა აქ ხართ. მე ახლა ჩავისმებ ჩემ ულამაზეს კაბას და გაჩვენებთ ლაშა იცი როგორ მიხდება. აუ, მაჩვენე რა ელენე. ვაიმე, ამ წამს დამირეკა მამა ჩემას სასტრაფოდ წამოდი სახლში რა ცუდია, უნდა წავიდე. თეკლა რატო იტყუები არ დაურეგავს?
ცხოვრებაში პირველად მომინდა მამაჩემის დარეკვა და მაინც და მაინც ეხლა არ მირეკა. არ ჩაიცო, ისე გოჩვენე ყუთით. ელენე, როგორ გახდი? ეხლა შედა. თეკლა რა ხდება? არაფერი. ნიკა რა ხდება? არაფერი. ეს კაბა დიდი გაქვს? არ დაუჯერო ელენე, ეთყობა თავისთვის უნდა და დაიბო. არ დავიჯერო, თეკლა მართლა დიდია, ხო? მე მგონი აი ნახე ერთი ზომით დიდია. 3-ით. მოიცა თეკლა მაღაზიაში რა შევედი და ვიყიდ და გავიზომე ყველაფერი კარგად მქონდა. ელენე, ეთყობა მაღაზიაში შეშუპებული იყავი. კარგი რა თეკლა რა, კარგი რა, შენი ხუმრობის დროა ეხლა. ვინმე გამაგებინეთ რა ჭირს აი ამ კაბას. აუ, დედა, გახსოვს მე რომ მომაზომე მაღაზიაში. ეთყობა, აი მე ხო ფსუქანი ვარ და ეთყობა მე გავწელე. არა ნიკა, რა გაწელე. იცი რა ელენე, შეიძლება დებაში გაიწელა. ესა რაში? აი ხმარებაში ხო იწელება ხოლმე, ხო და ეს დებაში. ვაი მე ხალხო, დავიღუპე. კარგი ელენე, ესე ძალიან ნუგანიცდი, გიხდება. პატარას გაჩენს. კარგი რა თეკლა რა სიტყვის ხალხი, რა სიტყვის? ხალხი არ ვიცი რა სიტყვის ელენე. ხალხი არ ვიცი, მაგრამ მამაო იტყვის. ქორწინდებიან მონახვრთისა ილია და ჩანჩურა ელენეო. არ ჩავიცმე ამ კაბას. ელენე, იცი რა, მე ვნახე ამინდის პროგნოზი და შენი ქორწილის დღეს ცუდი ამინდიას, რომ შეგიძლია შეგნა სვიტრი ჩაიცვა, თან არ შეგცივ და თანაც შეავსებ. კარგი რა სოფი რა სვიტრი, ხუმრობის დროა. რა სვიტრი, მართლა რა სვიტრი? ელენე, რა სვიტრი? ილია ჩაისვი მაკაბაში. რა? ელენე, ამიერიდან თქვენ სულ ერთად უნდა იყოთ. კარგი რა მართლა, ლაშა. რა ვქნა? ამათ ნუ უჯერებ ელენე შენ. ნუ უჯერებ ამათ, ესენი გაშაყირებენ. მე დამიჯერე. აბა, ტანი დაიბერე სილიკონით. შეავსებ და სილიკონი ახლა ხო მოდაშია. კარგით რა ხალხო, კარგით რა, არავის არ გადარდებთ ჩემი გასაჭირი. დედა, როგორ არ მადარდებს? აი მე მადარდებს. მოდი შენ ეს თაფლი შეჭამე და ორ კვირაში ისე მოგაპატყონებ ზუსტად იქნება ეგ. ილია არ უნდა ნახო შენ ქორწილამდე საქორწილო კაბამ. არა? არ შეიძლება. ილია შემოდი. შემოვიდე? ნახვა კი არა ეს კაბა არ ვარგა. იცი რას ვიზავ? ნახე ილია რა უდავა. დავა ხვალ მაღაზიაში და ახალ კაბას ვიყიდი. ხო, თან ჩავიცვამ და ისე მოვალ, რომ ისე უხარისხო არ შემომაჩეჩო. მართლა უხარისხო იყო, ისე იხეოდა. ელენე, შენ არ ინერვიულო კაბაზე, მე ილიას ისეთი მაგარი პიჯაკი და შარვალი ვუყიდე. რას ლაპარაკო? აშა დიდი მადლობა. რა მადლობა? რატო წუხდებოდი რა? რა მადლობა ილია, რის მადლობა? ეს იქნება ჩემი საქორწინო საჩუქარი, ძალიან მაგარი შარვალი და პიჯაკია. აი პიჯაკს და შარვალს არ ველოდი ნამდვილად რა. მე უფრო მეგონა რომ აი შარვალ კოსტუმს მიყიდდი რა. პატასთან არ შეიცვდა გამოდი. აი ნახავთ რა, აი ეხლა შემოვა ილია და აი ნახავთ რა მაგარი შარვალი და პიჯაკი მოყი. აი ნახავთ რა. ლაშა, ძვირი ღირდა? ნუ ეხლა ეგ რა სალაპარაკო ელენე. მაგრამ ნუ ეხლა სტატისტიკისთვის თუ გჭირდება კი. ძალიან მაგარი პიჯაკი და შარვალი ვიყიდე. ძალიან რა ელენე, აი გაგიჟდები ისეთი რა. შემოიყვანს ეხლა ალბათ პატა. აბა ილია გამოიპრაჭა, თქვენ მზად ხართ? კი, მინი
შემოიყვანე, ვიდი. დადექით ჯერ. დადექით ჯერ. მოდი აქ, მოდი. დავდექით. დადექიტება. თვალები დახუჭეთ, სულ ყველა მიცოდე. დახუჭე თვალები, დახუჭე თვალები. დახუჭე თვალები. დახუჭე ლაშაშიც დახუჭე. თეკლა, თვალები დახუჭეთ სულ ყველამ. რა. შემოდი ილია. არა. ახლა პატა. არა, არც ახლა და საერთოდ თუ არ გაახეთ თვალებს, კარგი იქნება ძალიან საერთოდ. იცი რა, ვერ იტყვე, გოგო ჯობია თუ ბიჭი. ნამდვილად ვერ იტყვე. თეკლა არ გინდა რომ შენ იყო მეჯვარე, მე მწყვეტია. პატა, რა არის ესა? რა არის ეს იყიდე? ეს კი არ ვიყიდე ლაშა, ჩემი სიცოცხლე ვიყიდე რამოდენიმე დღით. მომისმინე, ბიჭო, ამდენი ფული მოგეცი პატა და პატა. ბატონო. ამდენი ფული მოგეცი მეთქი და რა საკეთებ, რა არის? რა გინდა ლაშა, რა გინდა? შენ გონია ეს ნაკლები ღირდა? თავის დროზე ბაბუა ჩემო კოტემ 260 მანეთი გადაიხადა აი ამ ტანსაცმელში. აბა 260 ილია, რასლა ცოტა კი არ არის, აბა. რას ლაპარაკი? არ მოგწონთ? არა, ილია, კარგია. მე მომწონს კი. პრინციპში შენც კარგად გამოიყურები. ერთი წუთით. ასე ტყუილით გინდა დაიწყოთ ურთიერთობა? აბა გადიდე თავიდან დაიწყეთ ახლა, ჰე? მიდი. რას გავხარ ილია, რა არის? რაღაც ვიექს ადიპოვე საერთოდ რა არის? არა, ზუსტად რაც ვიცი რა, რომ ქორწილში ფოტო და ვიდეო გადაღება არ უნდა იყოს. რა ის რა სახე ჩამოგტერი ცოტა იუმორით შეხედე რა მოგივიდა ვერ გავიგენა. რა შევხედო იუმორით რას? ჩემი და მიყვება სტალინს. ისე მაგაში მართალი ხა ეს. ამხანა გოილია. მაპატიეთ ეს ქორწილს ჩვენს მაზრაში გადაიხდით ალბათ ხო? თეკლა, გადაწყვეტ და რას შეიძლება ქორწილში? კი, მამა ჩემი სულ სპორტულებს. წავალ გამოვიცვლი. ამოვალ ამ კაბიდან. დაგეხმარებით ელენე. მეც დაგეხმარებ. ეს გავალაშა, იმიტომ რომ ის მევალემ უნდა დამირეკოს და კი არ ავიღებ, ხო, გავალ. გადი ერთი ვაჟბატონ უნდა გამოვალ მეც. მე უნდა დამირეკო. მიდი მე გადი, შენ რა შუაში ვარ კი არა, მე რა შუაში ვარ კი არა, შენ რა შუაში ვარ წადა. ალო, დიახ. შენ ახარ საყვარელო? დიახ. არა, ეხლა ვერ დაგელაპარაკები, ლექციაზე ვარ, ლექციაზე. გადმოგირეკავ. აი მეც. ილია. დაქტოვეს ხო მარტო? აი. შეკრული ხوارჯობია. არა. ვისალაპარაკებოდი? არავის, სხვაგან მოხდნენ. რა არის ილია, რას გავ? შენ ხო რას ამბობ? სწორად იქცევი, ნონო, რომ ვიყვები ნერაქს რუსეთში. აბა რა ბაქრე და მჩენია. მთელი ცხოვრება ემზარ შევალია და მე გამოვიგე. არც არაფერი. კი, წავალ. მოცა ხო ყველაფერი ჩავდა, კი. ამ სერვიზი. მე ჩემს ნაჩუქარის ჩავდე, დანარჩენგალი ყველაფერი ჩავდე. რა მრჩება. ხო, ფოტოები. მომენატრებიან ჩემი ინდირა და ბავშვი. აი, წავიღებ ალბომს. ვაიმე, ეს რა ფოტოებია აქ. მოცა ეს ფოტოებია. ეს ახალ მახსოვს. აი. უი, მე დაემზარი. ახტალაში რომ ვიყავით დასასვენებლად. და როგორ მახსოვს ეს დღე? ისე დათვრა რომ ყვავილების თაიგულის ნაცვლად დიდი წიწმატის თაიგული მაჩუქა. ეს სად არის გადაღებული? უი, ეს სახლში ფეხი რომ მქონდა ნაღწოვი, საჭმელს მიკეთებს ემზარი. აი. ეს ჩვენი ქორწილის ფოტო, თეთა. აი, მე რა სიმპათიური ხარ, ემზო.
ემზარ მე ვარ, ეზოში ხარ? არ მოდი ხარ სახლში? ემზარ ამოდი სახლში და შეგიწევ კარტოფლის ისე შენ რო გიყვარს. ხო, ხახვით. ხო, და თან თუ გინდა ცოტაც დავლიოთ ჩვენ რო ვიცით. ნუ მორბი ხარ, რა შეიძლება შენთვის სირბილი? ხო, იცი რომ თიაქარი გაქვს. მეც მიყვარ ხარ ემზო? გეპატიჟებით ილიას და აკაკის არა კაცო რა ილიას და აკაკის გეპატიჟებით ილიას და ელენეს თეკლა ილიას და ელენეს რაში ქორწილში სოფი რა დაგემართ ხო და ქორწილი როგორც მესმის ისე იწერება ხო კარგით თუ გადავწყვიტეთ თქვენი რესტორანი ორ კვირაში დაგირეკავთ კარგით ნახვამდის კარგად ელენე ლაშა ამან თეკლა რა ქენ შენ გადაწყვიტე რა ვიცი აი ეს ვარცხნილობა მომწონს ელენე მაგრამ ნახე აი ესეც კარგია არ ვიცი კარგია თეკლა მაგრამ მე აი ეს უფრო მომწონს ელენე ეს ვარცხნილობა არ არის ყავა დამესხა მან ისა სოფი ნახე აი ეს ვარცხნილობა რომ გაიკეთო შენ თუ შენ ბრტყელი თავი გაქვს და არ მოგიხდება სად არის? ილია წასულია ჯერ ფოტოგრაფის ამბავი უნდა მოვაგვარო, მე მანქანაზე წავიდან მოკლედ ბევრი საქმეა. უი, ფოტოგრაფი მეც მჭირდება, ფოტო მჭირდება აუცილებლად თან სასწრაფოდ. ხო და ილია რომ მოიყვანს ერთად გადავიღოთ ფოტოები. არა ელენე, მე ჯერ სხვა კაბაში უნდა გადავიღო ფოტო რომ მამა ჩემს გავუგზავნო და მე სხვა კაბით წამოვიდე ქორწილში. მოვჩი. ყველა მოსაწვევი შევავსე. აუ მაგაზეც ვერ ჩამოვყალიბდი ბოლომდე ვიღაცების დაპატიჟება არ მინდა. რა ვქნა? იცი რა 4 მოსაწვევში თარიღი შემეშალდა. თუ გინდა ეგენი გავუგზავნოთ. ამ ზურაზეც რა ვქნა არ ვიცი რა სიტყვის ხალხი თავისი პირველი ქმარი დაპატიჟა ქორწილშიო. ელენე მომისმინე ილია იყო შენს და ზურას ქორწილში? არა სოფი. ხო და შენც არ დაპატიჟო ზურა. სოფი ლაშა ამანდ. მართლა? გამოვშტერდი უცებ. ხო უცებ. ნიკა, დედიკო, ჩაბოდი დაგვენახე. მოვდივარ, ხო. გიხოცები ამით არ წამიყვანო ქორწილში რა? რატო დებე მომწონს კი ხდება კარგია. ამით შეშულს კი არა შენ შობელს გავა. რა შეიძლება ჯინსი რო ჩავიცვა? არა ნიკა რა ჯინსი ჯინსით არ შეიძლება ქორწილში წასვლა. რატომ და თეკლა რატო არ შეიძლება ჯინსით ქორწილში წასვლა? კარგი ელენე რა ჯინსით ქორწილში წასვლა? ისე რატო არ შეიძლება რომ ჯინსით წავიდეს? სოფი რატო არ შეიძლება ჯინსით წავიდეს? რა ვიცი რატო არ შეიძლება ჯინსით წავიდე? იმიტომ რომ გასარეცხია და გეზარება რო გარეცხო.
ქალბატონო ხო არ მოსულა ეს კლიენტი ჰა? კი იყო ერთი მოსული და ჩემი ძეშვილთან გაუშვი ისიც ბინას ყიდის და ცოდოა. ქალბატონო ვინ ბიზაშვილთან რა ცოდოა? მე არ ცოდო ქალბატონო კარგით რა ისედაც ამდენი მევალეები მყავს სად გაუშვით კაცო? ბატა შენ მევალეები მაინც ყავს და იმას არავინ არ ყავს არც ცოლი არც შვილი. რას უყურებ რა არის? ისეთი კარგი გადაცემა კულინარიული საჭმელებს აკეთებენ. რასაკეთებ ბატა? რა ვიცი ქალბატონო გადართე თორე ბევრი მომივიდა და კუძზე არ დამაწოს მე შილია რა რასაკეთებ? მე მგონი მოვიდა ეხა კლიენტი და აბა როგორც ჩემ პირდი დამეხმარე იცოდე და ნუ გავაგიჟებთ ამ კაცს რა ძალიან ხო რა კარგი მოემზადე მგონი ის აბა გამარჯობა მოგზანდი გამარჯობა არაჩვეულებრივი ბინა თქვენ ასეთ ბინას ვერსად ვერ ნახავთ რა მოგწოდ პირდაპირ გაკურვებას ვარ რა უკასრავად აბატონო ესე ძალიანაც არ მithოვია დამეხმარეთ ხო და შეიძლება რა ცოტა ისე ხო სხვა დროს მიხსენთ დიახ გამარჯობათ მე პატავერის ჩემი ბინა თქვენ ერთი ოჯახი ხართ არა ეს ჩემი მეზობელია ქალბატონი ნუნო ია სასიამოვნოა დიახ მე დედაშვილი მეგონეთ რას ლაპარაკობ წევლით კაცო რას ლაპარაკობ აბა რას აფასებთ თქვენს ბინას? მოგზანდი დაათვალიერეთ ეს სამზარეულოა. ესე იგი ბინას ვაფასებ $60,000. დიახ. და ანუ ავეჯირო დავტოვო რამდენს გადაიხდით? 58-ს. ასე დალაპარაკება თუ არის შესაძლებელი? რა თქმა უნდა შესაძლებელია. შესაძლებელია თუ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო აზრი არ აქვს. ანუ შესაძლებელიც არის და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო აზრი არ აქვს. ხო და. ანუ ცოტას არ დააკლებთ? ვერა. უფრო ცოტას იცით რა არის ვერ დავაკრებ ჩემზე არ არის ეგ დამოკიდებული იმ შემთხვევაში თუ თქვენ გელას ჯემალის და ციცის მოელაპარაკებით მაშინ კი ბატონო დავაკრებ რამდენსაც გინდათ კი ბატონო ბატას მევალეები არიან მაგიტომ ყიდის ბინას საწყალმა ვერ გაიხარა ამ სახლში არა ეს ვერსად ვერ გაიხარებს თქვენ ინებეულებ ყველაფერი კარგად გეშლება მოიცეთ სახს რამე პრობლემები ხომ არ როგორ გეკადრებათ გიჟან როგორ გეკადრებათ არანაირი პრობლემა არ აქვს სახს თუმცა არის აქ ერთი პრობლემა მაგრამ შეგიძლიათ კარები არ გავუღოთ ხოლმე ხო უკაცრავ თქვენ მარტო გადმოდიხართ საცხოვრებლად არა მეუღლე და ბავშვი აი მე ბავშვი ყავთ და რა კარგია ჩვენ სამეზობლოში კარგად მოუვლით როცა დრო არ გექნება დაგვიტოვეთ ხოლმე ჩვენ ვაჭმევთ ვასმევთ და თუ ზეჭირო იქნება გამოვუცვლით კიდევაც ძალიან კარგი მოგოთ როცა გამოსვლამდე მივხვდეთ გახსოვდეთ რომ 18 წლისაა ბინა ჩანსი. კი, ნათელი ბინაა და თუ დენის გადასახადებს რეგულარულად გადაიხდით, უფრო ნათელი გამოჩნდება დამისიერეთ ხო? ხო. და რამდენი ოთახიანიაო? 3. დიახ, ოღონდ ეს არასტანდარტული 3 ოთახია. ანუ არასტანდარტული კაბინეტი ეს ცოტა უნდა ამყვებით უკან ძალიან რა ხდება მოკლედ გითხრათ ახლა. ანუ 3-იანი კი არა, მაგრამ შეგიძლიათ მაგალითად აი ეს ოთახი აი აქედან აქამდე ესე გადატიხროთ და გამოვა 4 ოთახი. მერე შეგიძლიათ ეს გადატიხრული კიდე გადატიხროთ და გამოვა 5 ოთახი. ანუ ხო ხტებით რა ვარიანტი რა ესე ტიხარი ოთახი, ტიხარი ოთახი, ტიხარი ოთახი, ტიხარი ოთახი. აი ეს. გამოვა ერთკაციანები. რაც არის ახლა იმ ოთახების ნახვა შეიძლება? კი, რა თქმა უნდა შეიძლება. მოგზავნით აქეთ არის საძინება, მაგრამ გია რა უნდა გითხრათ იცით, აი საძინებელში ჩამოდის წყალი, ცოტა. ეგ არაფერი, არ აუშავს. არა უშავს? მაშინ სააბაზანოში შედით ერთი ნახეთ იქ მეტლახი აყრილი. ხო, და მე გამოდით აივანზე ეს მოაჯირია მორყეული და კიდე რამდენი არ აუშავს გითხრათ რა ვიცი ახლა. ხო. შევალ. იმზადით, კი ბატონო, იმზადით, ნახეთ. ხო. ლაშაბიძე სად არის? ტუალეტშია. ლაშაბიძე ერთი წუთი გამო ხვალ? დამაცადეთ რა ხალხო რა, დამაცადეთ რა. რა ვიღეს დებილობა? რატო დებილობა, რატო?
სუფთა მისტერ ბავშვი ხარ რა. უი ამას პაატას ვიტყვი მოეწონება. უი მართლა ისა ელენე, პაატა ვერ წამოაშენს ქორწილში. რატო? რატო 150 კაცზე ვაკეთებ და 90 კაცის ვალი აქვს და. აბა რა შევით ემზადებით? ქორწილისთვის. კი, ლაშა უამრავი საქმეა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს მოვაგვარებთ. ილია წასულია, ფოტოგრაფის ამბავი უნდა მოაგვაროს, ჩვენ კაბაზე წავალთ, უნდა ვიყიდოთ, მერე მოსაწვევებია დასარიგებელი, მოკლედ 1000 საქმე, მაგრამ მოვასწრებთ. და მოსაწვევებზე რომ დააწეროთ ილიას და ელენეს ულამაზესი ქორწილი და კაცაბავშვი. არ არის ცუდი ეგ კოსტიუმი. როგორ არაა ცუდი, ბარემ წამიყვანი და პარლამენტში დამსვით. ისე ნიკა შენ თუ გონია შენზე ჭკვიანების ხედანი გძააცდები. ეს რაღაცა კარგად, თქვი ამას ემზარს ვეტყვი მოეწონება. კარგი, ახლა შევედი მე ჩემთან გადავრეკავ რაღაც საქმეებზე და ნუ შემომივარდებით აქაც. ნიკა დედიკო მიდი ადი შენს და ითამაში, ჩვენ კაბაზე უნდა გავიდეთ. დედა, ეხლა მე მარტო ბუღალტრობანას თუ ვითამაშებ. ისე არ მჯერა რომ მე და ნიკა აქ აღარ ვიცხოვრებთ. რა სულელი ხარ ელენე, მაგის როგორ არ გჯერა? უი ისა ელენე, გეხვეწები ილიას გვერდზე არ გადახვიდე რა, ელენე ქუჩაძე რაღაცნაირად ჭხერს. ხო მართალია, ან ის გადმოვიდეს შენ გვარზე, ან საერთოდ ნებისმიერი სხვა გვარი აირჩიე. წავედით. არა, ფიზიკოსი არა. აბა ზანაში კედლებზე ფორმულები რატომ წერია? აი, ფიზიკოსი არა, შეხედეთ ერთი რას გავს. ხო. სხვა ოთახსაც ვნახავ მაშინ. კი ბატონო, მიბრძანდით, აი საძინებელია დაათვალიერეთ ერთი მიბრძანდით. ხალბატონო, ნუ იცოდე, თუ კიდე ერთხელ დამცინებ და კიდევ ხმას ამოიღებ, გაგაგდებ გარეთ იცოდე ბოლოს და ბოლოს. გამაგდებ და გაგაგდებ საიქიოში. უყურ ერთი ამას, პაატა, შენ ხომ იცი რომ მე ტყუილად არ ვარ შემოსული. არ მინდა რომ ამ სახლში შენ არის უარგისი ადამიანი გადმოვიდეს საცხოვრებლად. მე რომ აქამდე არ გამეკონტროლებინა ვინ შემოდის და ვინ გადის, ამ სახლში ალბათ რამდენი ლოთი და უსაქმური კაცი იცხოვრებ და ადაბ კაცმა არის. გასაგებია ხო, აბა ხალბატონო კონტროლიორო ესე მოგმართავთ მაშინ. როგორ თქვენ თქვით, აბა რა სიტყვით გია მოგწოს თუ არ მოგწოს მითხარი ხა როგორ ადამიანი. არა ჩვეულებრივი ადამიანია, ზრდინჯი, ზრდილი, ახოვანი, მერწყული. ხო, არა გია, ხო. მეუღლეა. მეუღლე შელაპარაკებდი. ცოტა სარემონტო, მაგრამ ესეთი არა ხო. ხო, არ ვიცი. ალბათ კი. ვერ დავაკლებ. არა. კარგი, მე დაგიგო. ხომ კარგი ბინა მოგწონთ და რატომ მოიფიქრეთ რომ აქ გადმოსულიყავთ იქ სადაც ცხოვრობთ რა არ მოგწონთ? ისეთ იქ ისეთი სამეზობლო მხარს რომ აი ერთი კაცია მაგალითად სუქანი და ზარმაცი. ხო და დიშვილი ისეთი ცელფი ყავს რომ სადარბაზოში ვერ გაივლით, ესე იგი სულ ასაფეთქებლებს აფეთქებს სულ ესე იგი ხო მეორეა და ხო მეორე მსახიობია. მაგრამ ვერ არის. გონი ხო და მაგრამ ერთი ქალია დილიდან საღამომდე იმისი წყებლა ისმის თელ სადარბაზოში. ეს გადავწყვეტეთ რომ აი ეს კარგი რა კარგია ბატონო გია ეს გარემო შეცვლა რომ მოინდომეთ. ეს ბატონო მეგვითხრა დიახის აქ მარტო ცხოვრობთ ახლა ამ სახლში? კი, ახლა მარტო ცხოვრობ. ადრე ბაბუასთან ერთად ცხოვრობდი კოტესთან ერთად ხო და ეს კოტე მოუწავიდა სოფელში ცხოვრობს ახლა. მეც არ ვიფიქრე კაცო ოთახში ამდენი სტალინის სურათი რატო გაუკლია მე? ხო, არა, კი, ეგ შენი გაკრულია ხო? მართლა? კი, შენი გაკრულია. კი. კარგი. კი. სხვადასხვა ჩამრთველი იყო, გაფუჭებული და მე შევაკეთე. მართლა? მაშინ ბინის ფასი ცოტა მოიმატებს. ხუმრობს ესე ვითომ ხუმრობა ესეთი მოდი აქეთ მოდი გამოდი. წესერად ელაპარაკეთ რომ მაგ მოგრე ხელს გაგისწორებ იცოდე რა. გიერთი წუთით მოვდებით აქეთ. ორ კვირაში ლაშას დისქორწილია და სამეზობლოში 20 ლარს ვაკროვებთ. ლაშა წინ ცხოვრობს თქვენთან. ხაბადო მე ჯერ არც გადმოსულ ვარ და ჯერ მე არც თხოვთ გია.
კარგი. ხო, მოკლედ კი არა სიტყვი თანახმახარ ყიდულობთ თუ ერთი წამით შეიძლება. ეს ქალი ამ სართულზე ცხოვრობს? არა, რამოდენიმე სართულით ქვევით. მაშინ ძალიან კარგი ბინაა. კარგით, მაშინ კი ესე იგი მოვილაპარაკეთ. ხო, კარგით. ისე გია უკაცრავთ კატლეტის სუნი არ გცემთ. კატლეტის სუნი რა. ოხ, მარინა. მარინა? ესეც სახში ჭამა ვერ მომასწარი და შემოწომა ჯიბეში კატლეტები ჩამიდა. უკაცრავად რა, სად გადავაგდო? არა, უნდა გადავაგდო. უნდა გადავაგდო ბატონი. ამ როგორ გაკადრებ თქვენ ხა კატლეტის გადაგებას მომეცით მე გადავაგდო. მე გადავაგდო. არა, მე გადავაგდო. მე და შეწუხდეთ ამაზე, მე გენოღოთ მითხარით სად გადავაგდო და. კი, ეხლა გეტყვით, აი გადავაგდეთ, დროზე გადავაგდეთ. მე წავალ და გულსავიდებ და საღამოს შემოგივლით. კარგი, მოკლედ შევთხოვდით ხო ისა გია ბოდიში რა უნდა გითხრის შემთხვევით ყემალი ხო არა გადასაგები. არა. ხო, კაი. დროებით. მე მაქვს სახში 8 წლის წინ გაკეთებული ტყემალი ცოტა ამჟავებულია, მაგრამ მოგიტაცი მე შეგებოდა გადასაქცევად ხოც ჩემი გაკეთებული და საკუთარ გაკეთებული გადაკეთება ძალიან. სოფი, ნახე ჩემთვის როგორი კაბა ავარჩიე, ლამაზია ხო? კი, კარგია, თან შენ ხომ ელენეს კაბის ბოლო უნდა გეჭიროს, ხო და ამ კაბაზე აიფარე. გოგოებო, აბა შემომხედეთ, კარგია, მიხდება. იცი რა, მე მგონი ცოტა ზურგი მეტად რომ იყოს ამოღებული უკეთესი. ხო და ცოტა მოკლე რომ იყოს. და იცი რა, ცოტა უფრო თეთრიც რომ იყოს და ცოტა ეს ჭყიალები რომ ნაკლებად ქონდეს. და იცი რა, ცოტა იაფიც რო ღირდეს. ხო, სოფი ძვირია, მაგრამ ძალიან მომწონს. კარგი, ელენე, თუ ესე ძალიან მოგწონს, უნდა იყიდო, ცხოვრებაში ერთხელ დგება ეს დღე. აუ, ძვირია, ელენე, წადი გამოიცვალე სხვა კაბათი. სოფი, ნახე, შენთვის ავარჩიე კაბა. შეხედე თან ქვემოთ როგორი გაშლილია და ცეკვის დროს იატაკიდან ადვილად აიღებ ჭიქას. მომისმინეთ ეკლა შენ ამ ქურწილშიც დათრობას აპირებ და მე დოლზე დაკვრას? აიმე, ვინ რას მეუბნება, შენ არ იყავი ნუნუკას ქორწილში, კეციდან როსან ღვინოს მამა ჩემთან ერთად. უკაცრავად, ერთი წუთით რა. ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობია და ეს თუ ეს? ერთი წუთით ეს ლამაზია. ამას მე ჩავიჩვარ. ესე ძალიან ლამაზია, მე მომიხდება. მადლობა. ნახავ კიდევ რამეს და გაჩვენებთ ერთი წუთით. გოგოებო, ნახეთ მე მგონი კიდევ ერთი კაბა ვიპოვე. უკაცრავად, ეს კაბა არ არის, ფარდა. არა და კარგი ნაჭერია. კარგი, მაშინ აქედან ავარჩიოთ. კარგი. აი ეს? მაჩვენე? აი ეს. არა, ელენე არ ვარგა ეს. ვიცოდე, უკაცრავად, აი თქვენთვის ავარჩიეთ კაბა. აი, მადლობა. სოფი, ეს? კარგია. კი, კარგია. კარგია? ხო, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს. გოგოებო, ნიკამ დამირეკა სასწრაფოდ უნდა გავიქცე სახლში. კობახიძეები მოსულან დღეს ეგონათ ქორწილი. ხო და თქვენი კაბების არჩევას რო დაამთავრებთ, ჩემი კაბაც შეაფუცინეთ და წამომიღეთ, ხო? კარგი. ჩვენ ქორწილისთვის ვირჩევთ კაბებს. კი, მივხვდი. მე მეჯვარე ვარ. თეკლა არ არის მეჯვარე. თეკლას მამა აკონტროლებს და მამამის ნერვს ექვია. აი თქვენს ქორწილისთვის ეძებთ ხო კაბას? კი, საპატარძლო კაბას ვეძებ. ვაიმე, თხოვდებით.
გილოცავთ რა მაგარია. სხვათა შორის ჩვენი მეგობარიც თხოვდება ორ კვირაში და ერთი კვირის წინ დაიწყო უკვე მზადება. და თქვენ როდის გაქვთ ქორწილი? იცით, ჩემთვის ჯერ არ უთხოვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე მთხოვს ცოლობას. რა კარგია წინასწარო მიჭერთ თადარიგს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და ილიას. ილია! სხვათა შორის ლექტორია. დიახ. ლექტორია? ფოტო ხომ არ გაქვთ? ფოტო? კი. ნახავთ თუ შეიძლება. აი. ილია? ვაიმე, თქვენ ილიას მიყვებით რა მაგარი. სოფი. უი. ორი კატლეტი ხუმრობ შენ ორი კატლეტი რა ფაქტიურად ვიქეიფე რა რა მაგარი იყო რა და ყიმალი მოგიტანეს ტურუებისგან შეჭამე უკვე ავნექნა ხალბატონო არ მიდოდა მეთქი დაველოდები მაგრამ ხო იცით კატლეტები რაც ელქები არიან ამადი ბუნება ხო იცი რაღაცა ბუნება აქვს სვანაელი და ესე ხო იყვნენ წამოწურულები თავისთვის თებში რა დაემართა და არ ვიცი უსმოდ რა კატლეტდნენ ჰაერში ესე და ორივე ერთად სინქრონში ორმაგი ტულუპი და ჩაკატლეტდნენ აი რამექნა ხალბატონო მაგრამ ეს ტყემალი დატოვე იყოს მე ეს კინოს უყურებ საღამოთი დამჭირდება რატო არიცი შენ ხალბატონო იცი რა მაგარია წარმოიდგინე შენთვის სახში ზიხარ მარტო შუქი ჩამქრალია დიმაზე ხარ მოკალათებული მაგარი ფილმი გაქვს ჩართული და ჭიქინა ტყემას რო წურპავ რა მაგარია აუ რა მაგარია რა ვქნა აბა ეს პოპკორნი არ მაქვს და რას ბუდიალო პაატა რო დარეკა ეს კლიენტი იყო ამოსული ხო წეღან დამირეკა და ეს корпуსი რო აგნებო აუხსენე და ეხლა ამოვა ალბათ და ისე ნეტა მაგასაც რომელიც სული ყავდეს და რამე ესე დესერტს კი დააყოლებ და ხადა და ტყემალი რა მაგარი მოვიდა აი მელოდია და მე მგონი ეგ არის კი გიქნება გამარჯობა მოგზანდით გამარჯობა ნუ ბნელი ბინა ხო სასიამოვნოა ო ბნელი რა ეხა თუ თვალებს დახუჭავ ბნელი იქნება ხო ისე ხანახან ძლივს მოვაგენი რატო ქვემოთ ერთი ლოთი კაცი შემხვდა და იმანა მომიყვანა თორემ საწყალი კაი კაცია ეთყობა ლოთი ცოლი ყავს ცოტა უჟმური და ამიტომაც გალოცდა პაატა სანაყი ქვამომეცი ჩანდაბა ჩემ თავს თქვენ წაიღეთ თქვენი ბებია დედა ალბათ გვიან გაუჩდი ხო კაფაც მე წავიღე პაატა ხო თქვენ წარმოიდგინეთ მე ჩანდაბა ჩემ თავს პატრონი ვინა პატრონი მე ვარ კაი ერთი ხო კაი და რას აფასებს პატრონი მე ვაფასებ 60,000 მე $60,000 აი პატრონს გადაეცი რომ კაი მეძვირე ყოფილა კაი რას ლაპარაკობ მეძვირე რატო ახი თაივანი და აკვალიერეცა რა საშინელი ხედია რა არის ეს რა ხედი რა არის საშინელი ხედი რა გადაკეტეთ კარი ვინ მარგვესროლოს მაინც დაკეტეთ კარი ერთი შეხედეთ აი ტელევიზორს ჩავთავე ხა უყურეთ თავთ Animal Planet-ზე უყურეთ Animal Planet წავიდა აჰა შეხედეთ რა ხედებია ნახე რა ხედია რა ხარისხია რა ფაქტურა შეხედე აი მინდორში კვერნაც კი მოჩას ნახე რა ხედია რა მოგწონთ ვერ გავიგე ბატონო რას ლაპარაკობთ აი ალბათ შენაირად თხელი კედლებია აი ალბათ ხმაური შემოდის ხო არა როგორ გიკადრებათ რა საიდან მოიტანეთ რა ხმაური არა თუ არ შემოდის აქედან გავა მე რო დავტრები ისეთი ყვირილი და გინება მიყვარს რომ პაატა რაღაცა მეხის სუნი მცემს მე მგონი ვიღაცას დაეცემა ეგრევ
ნამდვილად ამ სამზარელ. აჰა, პიანინოს აი აქ დამდგა პიანინო. პიანინოზე უკრავთ, აუ რა მაგარი. ბავშვები უჭყაპუნებენ რაღაცას ასე ატყაპუნებენზე. ბავშვები ყავთ? ატყაპუნებენ? 5 შვილი, ბიჭები. ბიჭიც გასდა 5 შვილი ბიჭის. არა, მიჯერებენ. არა, ხანდისხან მაიმუნობენ, ცოტას მაიმუნობენ. ხან ლიფტს გააჩერებენ ხოლმე, გამორთავენ. ხან კიდევ ამ დენის მავთულს აიღებენ და კიბეზე გადაკეთებენ ხოლმე. მაგრამ არა უშავს ბავშვებს უყვართ, ცელკობა უყვართ. James Bond. Bond კი არა Bond ხარ, Bond. James Bond. აი რა არის, ნახე. შენ კიდე გაიხადე, ეხლა მაინც გაიხადე თუ არ მოგწონს. ან გახიე საერთოდ. რო გავხიო მე ახალს აღარ მეყიდიან და გახეულიც რა ივლის. მოიცადე თუთი. სად არის? აი. მიკა, მოდი თუთი. გაიკეთე აბა ეს თოლე თუთი. ესე, გაიკეთე. ეხლა ცოტა მოჟამული სახე მიიღე. სუპა უსუპაშვილი ხარ რა. კარგი რა. რა კარგი და პარლამენტი ნუ გინდა. ჩადი ეზოში და ბავშვებს ვთქვი რომ პრეზიდენტი ხარ მათი. ოღონდ თუ ქვები დაგიშინეს გამოიკეცი. აუ კარგი რა პრეზიდენტი. ისე ვითომ შენი დაცვა ვარ და იმიტომაც შეასე. ჩემი და ჩემზე დაბალი და მსუქანი დაცვა მაგარია რა. რა იყო ტყუას თუ გასვენ ფეხებზე გადაგეფარები და ჩემი ქონები დაგიცავენ. აბა რა უკნო? რა უნდა ქნა? კარგი ნიკა, ნუ ნერვიულობ დაწნარდი დამშვიდი. რა უნდა ქნა ახლა? ქორწილში ყველა შენსავით ჩარვან კოსტუმი ეცმება. მაგრამ ყველა შენ დაგცინებს. კარგი იყო. მოვიფიქრე. იცი რა ქერი? ილუზიონისტი რო იყო, ფოკუსნიკი რა. თან ერთი ფოკუსი გააქვს უკვე. ბავშვი პიჯაკით. ესე კარგი იდეა, თან ზუსტად ვიცი მაგარი ფოკუსნიკი გამოვა. ხო გახსოვს კარტებს როგორ ვაქრობ ხოლმე? კარტებს კი არ აქრობ, კარგავ. მაინც კარგი იდეაა ეგ. მაგარ ფოკუსებს ვისწავლი და დავალებებს დაწერილს გავიჩენ ხოლმე ბრეულში. ანდა კარგ ნიშნებს დავიწერ. და პირდაპირ სკოლა რო გავაქროს. დებს ლაპარაკობ შენ, ძალიან ხوار გიჭერს ეგ პიჯაკი. ეხლა წავალ მე, საღამომდე რაღაცებს გავაკეთებ და ნახავ თუ ძალიან მაგარი ფოკუსები არ გაჩვენ. მიდი, კარგი, მიდი. ვაიმე ეკა. აუ ამის ნერვები არ მაქვს, ვითომ სახლში არა ვარ. სახლში. ლაშა, ვიცი რომ სახლში ხარ, გამირე. ანა რა არის ეს პილო არაფერში რო არ გამოგადგება რა ჩუმად მეც იყოს თავისთვის კაცო ეკა ელენია სახლში და ვერ შემოგიშვებ მერე გამოიარე მე ხო მართლა კაი ლაშა ელენის ველაპარაკეთ ასე მითხრა კაბის საყიდლად წავედი ასე რომ არ გამოგივა ეგ ამბები ხო შემოდი დავათვალიერებ, ხო შეიძლება. კი ბატონო, საძინებელი. აბა რა სიტყვი ხალბატონო, აი თქვენ რო მოგიხდებათ და როგორც იმსახურებთ, ზუსტად ესეთი მეზობლის ღირსი ხარ თქვენ. აი ესეთი ზუსტად. და ამის მეზობელი არ გამხატოთ, თორე მიქელ გაბრიელის მეზობელს გაგხდი იზომეში.
ნორმალურია ფართობი. ისე ის გამიფუჭდა, რა ქვია, ჩასართველის რუსული როა, რუსული ვიკრუ ჩაწელები მაინც ძალიან მაგარია, ძალიან. ვიკრუ ჩატელი კი. აი აქ სააბაზანო. ხედავ, იმ კაცმა გააკეთა და მან კიდე გააფუჭა, მას გაუხმეს ეს მელოტი თავი. აი, ბატონო, რა გჭირს, ეხა ერთი რაღაც გააფუჭა და რა სიწყევლები ვერ გავიქ. აი, ბატონო, ეს მომიწყდა რა. არის ეს რა უბედურობა, ალბათ ზავაცკოი ბრაკი იყო ალბათ, ხო. ესე პატრონი რომ მოვა უთხარი შეაკეთოს, გააკეთოს ერთი. კი, მეტყვი, ხო, ეთქო მართლა ზავაცკოი იყო, ხო. ისა ქალბატონო ნონა. ნუნუ. რა მნიშვნელობა აქვს? თქვენი სახელი? ვაჟა? ზაზა, რას გეტყვით, ცოტა? ზაზა, ცოტა სერიოზულად მელაპარაკე და მითხარი ახლა რა გნებავთ? მოთ მითხარით. მაგარი ხალია ისე დედა შენი, მაგარი. ქალბატონო, იცით რას გეტყვით? აი, ბინის პატრონი ცოტას ხომ არ დააკლებს ქალბატონო ნორა? იციან. რას გეტყვით, იცი? კაპიკს ვერ დააკლებს, იმიტომ რომ ვალები უნდა გადაიხადოს და თანაც მაკლერსაც უნდა გადაუხადოს. უკას როდის ბატონო ერთ წუთი მოგზაინე ხარ რა მაკლერი მინდა ეხა ეგ მაკლერი რა მაკლერი ხალბატონო კარგით ეხა რა თელი დღეების გაყიდვაში გეხმარები და ამას თუ მიყიდი ბინას მით უმეტეს კომპენსაცია გექნება გადასახდელი აი გასაგები ერთი წუთი დამაცადე ხო ისა ბატონო ზაზა იცით რა არის სამწუხაროდ ეს ბინა ფაქტიურად გაყიდულია ხვდებით ანუ აქ დილით უკვე იყო ერთი კლიენტი მოსული და შევთანხმდით და ესე და აი $60,000 გასაგებია იცი რას ვიზავ ეხლა მეწავა პატრონს დაურეკა და $60,100 შევთავაზებ და ალბათ მომყიდის აბა რა იქნება კარგად იყავით კარგად $100 უნდა ბის გააკეთოს საქმე $100 ხალბატონო $100 რა მაგარია ხალბატონო შენ ხუმრები $100 ხალბატონო ნეტა თუ $100 ამატებ და კიდე შემოერთხარა მორიდებული კაცი ყოფილა ხალბატონო გაჩუნდი სხვათა შორის დღეიდან გილოცავ დიდარი მეზობელი გეყოლება ხალბატონო $100 აბა $100 იცი რამდენი $100 ძალიან გთხოვ პირდაპირ მითხარი რა გინდა $100 რა? ხო მოიცა ესე პირდაპირაც არ ღირდა იქნებ შემოგევლო ცოტა რა $100 იცი რა რაღაცები მჭირდება აიპადი ტანსაცმელი და კიდევ რაღაცეები საიდან უნდა მოგცე მაშინ $100 აი მდეს ბარი რო გაყიდე მე მგონი გაქვს ფული ხო ბარი გავყიდე მოიცა რატო უნდა მოგცე რატო და თუ არ მოგცემ ელენეს ვეტყვი ყველაფერს ჩვენზე ელენეს ვეტყვი ყველაფერს აი ნახავთ მაგასაც ვის დაუჯერებენ შენ დაგიჯერებენ თუ მე დამიჯერებენ იცი რა რელაშე ელენე საკუთარ თვალებს უფრო დაიჯერებს როცა ფოტოს ვანახებ როგორ წევართ ერთად ლოგინში რა ისე ხედე ფოტო გადამიღე აქ რო დავრჩი მაშინ ხო საყვარლები ვარ წაშალი ეხლა წაშა აი ხლა წავშლი მე ამ ფოტოს წავშლი და მე რასაც არახებ მაგასაც ვნახავ რას ანახებ ელენეს ხო ეს როგორ ეხსნება მას ბლოკი ზედა და ძიესი სად ნახო ფოტოები გალერი მონახება მანცად გალერი წაშლა რომელი მილაშე რა სასაცილო ხარ სასაცილო ვარ? აბა შენ წაშალი თუ მაგარი ხარ. წაშალი აბა ერთი წაშალი. ხო, წაშალი აბა, წაშალი აბა მიდი. ხო, წაშალი აბა, წაშალი? რა მაგარი ვარ. როგორ მოგატყვი აბა ეხლა მიდი აბა რას ანახებ ერთი ელენეს მაგასაც. რა გულუყვილო ხარ. ლეპტოპშიც მაქვს ეს ფოტო დესკტოპზე მიყენია და მეორე სკრინსეივერი რა სხვათა შორის. მეორე ფოტო არ იცი ხო ერთი ზოთი. მოიცა მეორე ფოტოც გადამიღე? ეხი როგორი განაღე. რა გამხელა მუცელი მაგრა მუცელი არ არის ეგ ლოყა საერთოდ არ მაინტერესებს ეს ფოტოები და მე შენ დღეიდან აღარაფერს აღარ შეგისრულე აი ნახავთ არაფერზეც არ შეგისრულე დიახ 55
40 წესიერად 46 1 და 47 ოჩელაშიკო ხოჩი კარგი რა ხო ყველაფერი გავაკეთე რაც გინდა წაშალე ეგ ფოტოები გეხვეწები რა არა სანამ ფულს არ მოვცემ არ წავშლი და გაჩვენე ელენეს და სხვათა შორის ილიასაც სულ შემწყვება რო იცოდა რა დაგიშავე სამ ხალხმა გამაგებინა ილია მაინც არ გეწოდება ილია არ მეწოდება სწორედ თორე ელენეს მართლა რას ვერჩი იცი ბერლინდა რატო ჩამომიყვანა? არა. შენზე დიდ ბიჭთან ერთად არ უნდა დადიოდო. საწყალი შენზე დიდი ბიჭი. სულ ეგეთ რაღაცებს მიკეთებს. ვითომ ზრუნავს ჩემზე და მე კიდე საერთოდ არ მინდა რომ ზრუნავდეს, მინდა რომ დამანებოს თავი და ფოტოს რო ვაჩვენებ, იმედი გაბრაზდება და გამიშვებს უკან ისე. არ მაინტერესებს ეგ ფოტოები და მე მაგ ფოტოს გამო ოჯახს არ დავანგრევ. დიახაც არ დავანგრევ. ვიტყვი რომ რას. მოიფიქრებ რამეს. ვიტყვი რომ გეი ვარ და ემზარი მიყვარს. ემზარი მიყვარს ვითომ და ემზარმა შემომისწრო პაატასთან და იმის მერე გადავდა ბიჭი. ნუ ბიჭი რა კაცი. ძალიან საინტერესო ისტორია, ძალიან. ხო, მაგრამ პრინციპში ეგრე ახლა სამოჯახს ვანგრევ. გეხვეწები წაშალე ეგ ფოტო რა წაშალე არა თქო ლაშა და საღამოს გამოგივი და შენ ფული გამზადე კარგი თორე და ალბათ ელენე იქნება სახლში და ახალი კაბაც როგორ მაინტერესებს ძალიან კარგი საღამოს გამოიარე და მოვიფიქრებ რა კარგი და კარებს ვინ გამიღებს მე კიდევ ერთხელ გეუბნები, არ უნდა მიყიდო შენი ბინა ბაჟას. შენი საფრთხე თუ არ გეცოდება, ჩვენ მაინც შეგვიცოდე მეზობლები. ვიფიქრე, პაატა გადავა და ვინმე ნორმალური შემოვა ჩვენთან საცხოვრებლად მეთქი, მაგრამ მუძებნე, ტეტია, გაუთლელი და უტვინო, ისეთი ხო შენც იყავი. ბატონო, რა. ეგდე მანუ დაიბოხე ხმა. უნდა მიყიდო ბინა მეორეს. რა კარგი კაცი იყო, დარბაისელი, დინჯი, ინჟინერი, თანაც გია ერქვა. ლაშა უთხარი რამე, ლაშა ნუ გძინავს, ლაშა უთხარი რამე, ლაშა გაიღვიძე. არ მძინავს, უბრალოდ ქუთუთოებს უყურებდი შიგნიდან. რატო გამომიყვანეთ ჩემი სახლიდან მითხარით რა? ლაშა, რომელი მოგწონს შენ მეზობელი? უნდა ავირჩიოთ ჩვენ მეზობელი. რომელი მოგწონს? არ ვიცი, ნუ ბიჭოლა, საიდან ვიცი მე? არც ერთი ვიცი და არც მეორე და რომელი მომწონს როგორ ვთქვა? აი გეტყვი ხა მოკლედ გეტყვი. ერთი არის ძალიან კარგი ადამიანი, მეორეა ძალიან აუტანელი. შეგეშალა ქალბატონ ნუნუ, ერთი არის კარგი ადამიანი, მეორე $100 მეტი. მე $100 გამოირჩე ვაჟას. რასა მაგის გულისთვის არის ციცილო დამდას მოსაკლავად $100 ეძახეში. მოიცად $100 გამოატეხეთ ამ ხელა ამბავი? $100 რა არის არაფერია. მართლა, აბა შენ რატომ ხო შენ $500 თუ არაფერი არ არის? იმიტომ რომ ის $500-ია. ლაშა, ჩემო კარგო, ესე ერთიანად რატო ითვლი მე? სად ვინ გასწავლა, სად ისწავლე? დაშალე, აბა ცალცაკე დაშალე, $500 გამოდის 5 არაფერი. მე ესეთი ცოტა თანხის გულისთვის წიგავს მეზობლებს ლაშა. ბატონო, ნუ რა არის ცოტა ვერ გავიგე. $100 ცოტა, მითხარით ერთი რა. როგორ არის $100 ცოტა თანხა მითხარით? $100 ცოტა, წარმოიდგინეთ ერთი $100-იანი. ან ორი $50-იანი. ან ერთი $50-იანი, ორი $20-იანი და ერთი $100-იანი. ან 10 $100-იანი. წარმოიდგინეთ, აბა. წარმოიდგინეთ, გეკითხები. ჯერ საათი $10 ცალია $100-იანი, $100 ცალი $1-იანია. ან $100 824-იანია და 3200 5-თეთრიანია. $100 ლაშა მინიმუმ $160-ია. $100 €75 ევროა და $100 175 ლირაა და რუბლი რამდენზეა შემახსენე? ეგ არის. რაიც ეგ არ ვიცი, მაგრამ წევლაში რამდენია თუ გინდა ეხლავე გაგიარაღოთ და მაგი ეგრეა ცოტა ნუ ბიჭოლა, იქნებ ეს ვაჟაც კარგი კაცია და უბრალოდ თქვენ ცდებით, ჰა? როდის იყო მე ადამიანების გამოცნობაში ვცდებოდი? გახსოვს როდის გითხარი, პაატა გიჟია და ნუ იმეგობრებთ მეთქი. რამდენი ხნის მერე დამიჯერე? ოც ვაჟა. მართლა დაუჯერეთ? რა ვიცი ახლა.
კარგი რა ლაშა, როგორ ნუნუსი როგორ უნდა დაიჯერო რამე რა, ნუნუსის როგორ უნდა დაიჯერო ადამიანის რომელმაც ემზარი აირჩია თანაც ორჯერ ლაშა. როგორ წერე ეგეთი ადამიანის მოგამო. ატა, გააჩერე ენა. გია მეთქი. ვაჟა მე. გია. ვაჟა. გია გია. ვაჟა. გია. ვაჟა, ვაჟა, ვაჟმაჟუნა ვაჟა. ვაჟა, 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 ვაჟმაჟუნა, ვაჟმაჟუნა, ვაჟა, ვაჟმაჟუნა, ვაჟმაჟუნა. შუმათი ხლა მოსულან ცუდა არ მინდა რაღაც ეკვათან სიმღერა და რა. მოგზანდით ვაჟებო მოგზანდით. აქ ამშვიდობა. ესე იგი, შენც ამ ბაითის ყიდვა გინდა რა ჯიგარო? ჯიგარო არა, გია. ჯიგარო რა, გია? ჯიგარო გია არა, გია მიროტაძე. გია მიროტაძე ჯიგარო. არა ვარ ჯიგარო. ინჟინერი ვარ, ჯიგარი არა ვარ. ვა, ინჟინერები ხომ საერთოდ ჯიგრები ხართ რა? ესე დაუფასებლები კი ვართ, ესე მართალია. გასრავად. ჩემია. რა კაი ლოყებია. გელაჯა. გონი ვიყიდე რა. მადლობა. იცი რა ვქნათ, ამ დღეებში ამოვიდეთ ერთი ხბო დავკლათ ეზოში. კაი ერთი მეზობლებმა რა უნდა თქვან კაცო. კაი, ისა სხვა ოთახებს კიდე დავათვალიერებ. შეიძლება გელამ. ლაშა, აი ეს არის გია. ლაშა, გია, სასიამოვნოა. ის კიდე ჩვენი დარტყმულის დარტყმულია. ატა, რა გადაწყვეტეთ, ჩემო კარგო? იცი რა არის გია? ეუბნებოდი. ო, ნუ ბიჭოლა, ეს მართლა ვინ ყოფილა? ეს არა, მართალი ხარ. თქვენ მართლა არ ცდებით ადამიანებში. და რა ვქნათ, ა? მე მოვიფიქრე ლაშა. გიამ უნდა იყიდოს ბინა და $100 შენ უნდა დაუმატო. ხო. მე ხო. შენი ყარის მეზობელია და მე ხო არ დაუმატებ. არა, ისე პრინციპში $100 მიიღეს კი. კი. პატა, ლაშა გეძახის ერთ წუთს. უკაცრავად მე ვარ თქვენი უსაყვარლესი მეზობელი. დიახ, მივხვდი. მომისმინე პატა, ეხლა ყურადღებით მომისმინე. შენ გიას მიყიდე ეს ბინა და ჩემი ვალიდან $100 მე გამოგიქვით. $200 და შევთანხმდით. $100 და შევთანხმდით. ხო, აბა მე რა გითხარი? ელენე, შენ არჩევნებში ამათ მიეცი, ხო ხმა? კი, მაგრამ ისევ წააგეს. არა უშავს ელენე, ერთხელაც ქართველი ერი მიხვდება რომ ამათ უნდა ანდონ ჩვენი ქვეყნის ბედი და რა ვიცი, იქნება გვეშულოს კიდეც. აბა ხალხო, მოემზადეთ. მაგარი ფოკუსი უნდა გაჩვენოთ. ლაშები $5 კიდევ გაქვს? კიდე დაგეწვა ნიკა ის $5, ა? შეთქეს რა რაღაცებზე ივარჯიში და მე გადადი ამ ფულის კუპიურებზე. ყრია ეს რაღაც სადმე $25, ა? ნიკა მიდი გაარეკარი. ვერ ვაღებ თქვენ გააღებთ. მომილოცეთ ხალხო ბინა გავყიდე. მართლა და თქვენს გილოცავთ თვალებს გიბრუნებს უყოლას. მართლა მოიჭიდე. ყველა ვალს შენი ვალია ხო? ყველა ვალს აბრუნე? არა, ყველას არა. აი თემურო ვარ მეორე სართულზე ხო იცი? მაგის $800 მაგ და არ ვაძლევ მაგას. აბა, რატო? მაგას ვერები კაცო. ხო, აი ეს შენ გამომართო შენი ვალია და გადათვალე მაინც. არა, პატა იყოს. გადათვალე. მართალია ფულს და ხო უყავს ხო, მართალია. პატა, გახსოვს დილით რომ შემოხვედის სასტრაფოდ $200 დამიმატეთ, ჭირდებაო, გახსოვს რომ მოგეცი?
ეგ გახსოვს, მე მეგონა ხო. რა ვიცი, მე ვფიქრე ნამძინერებინო ვიყავი არ დაგამახსოვრდებოდა და ხო, კაი, ხო, ისა დამაცადე ცოტა და დაგიბრუნებ აუცილებლად, კარგი ხო. პატა, ის ახალი მეზობელი როდის გადმოდის? არ ვიცი, ლაშა, მე გასაღები მივეცი და როცა უნდა მაშინ გადმოვა, თვითონ როცა არ ვიცი, აბა. გასაღები მიეცი? კი. შასად უნდა იცხოვრო? ვაიმე, მაგაზე კი არ მიფიქრე. მაგაზე იცით რა დამემართა მოგიყვეთ ეხა ჩემი ამბავი სახში ხო ვიყავი და უცბად სახლი რომ გავყიდი ამდენი ფული რომ მოიტანა ხვდები? ამდენი ხანი ფული არ მქონდა ნახეთ რომ თავი ნახე ამდენი ფული ხო გონება დამებინდა და მაგაზე კი არ მიფიქრე სად უნდა ვიცხოვრო ეხლა. არა უშავს ეხლა პატა შენ დარჩენის პრობლემა არ გექნება. აი თეკლას მამის ნერსეს კარი ყოველთვის ღია შენთვის. ლაშა ძმო. შენ ხო იცი მე როგორ მიყვარხარ. ხო მე შენი მეგობარი ვარ მე შენთვის ამდენი სიკეთება გაკეთებული აბა აი დაფიქრდი ეხლა აბა მე შენ ხო მეგობრები ვართ ლაშა აი მელენ ეს დასაწყისი არ მომწონს ჯერ სათხარ ლაშა ჯერ ბოლომდე მოისმინე ჯერსა ლაშა მოკლედ ბევრი რო არ ვიწოლოთ ეხლა და პირდაპირ გეტყვით რომ სანამ რამე ვარიანტს გამოვნახავ ბინას არამე აქ რჩები რა გამორიცხულია პატა გამორიცხულია შენ აქ ვერ დარჩები მეთქი პატა გითხარ ლაშა შენ მიცი ესეთი გული გაქვს რომ სახლიდან ვერ გამიშვებ ლაშა ბიჭო მომისმინე ეფცუთი 4 ცოლი გაუჩნდა ერთი მეგობარი რომ მივაყოლო დიდი ამბავი ელენე შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ მთელი ოჯახი ხო იცი არა როგორ კარგი პატა დარჩი აი დავრჩები მაშინ რა ვქნა კარგი ბატონო დარჩი მაგრამ ოთახი 70 ლარი ეს ოთახი? კი. არ მინდა ეგ ვარიანტი არ მაწყობ. მომისმინე ახლა შენ 50 ლარი და არჩევი. ჰა? კარგი ბატონო დარჩი. ელენე ყვება ხო შედის? კი პატა შედის. ბატონო ესე დავიწყებ უკვე მაშინ ხო. არა, ჯერ ვიდეო. ეს რანაირად გავთვალე. ეხლა მართლა მაგარი ფოკუსი მაქვს მომზადებული. ფოკუსი თუ გინდა ჩვენ მოგიმზადეთ ძალიან მაგარი ფოკუსი. პატა ჩვენთან იცხოვრებს. ალე, ჰოპ. მაგარი. რა არის მაგარი? ბავშვი, ისე კაი ბავშვი ხარ შენ. რას ამობდი რა ფოკუსიო? ეხლა მე თქვენ თვალწინ გავაჩენ ხოჭოს. Hop! Sadari. Shezura. Ki. წადი გამოიცვალე. ნიკა, მოდი, გინდა ფოკუსი განახო. მოდი. კოზიდან თაფლს ვერ გავაქრობ. ვერო. მიდი აბა აი ბიჭი. კარგი მოდია. ფოკუსები, მოდიახ, მე უნდა გაჩვენო ფოკუსი, მოდიახ, სად მიდიხარ, რომელი? ფოკუსი გინდა, მოდიახ, მე განახებ ეხა შენ ფოკუსი. აბა, ყურადღებით იყავით ქალბატონო და კაცი, თუ ბავშვი, თუ რა ხარ, ვიცი. ეხლა მე თქვენ წინაშე გავაჩენ ტრენდს. აბა, ყურადღებით იყავით, მოემზადეთ. შეხედეთ ხელსახოთს. აბა, დიდი ბოდის გიხდით, აი, ღორი გამომივიდა. ტრენდი მილო ღორი გამოვიდა. ეხლა ყურადღებით, ქალბატონო და ბავშვი თუ კაცი რა ხარ შენ? საიდან გინდათ გაქრეს პატა? აივნიდან თუ სადარბაზოსკარი? აი, ჩუმა თუ არა აქ ჩემთვის ცოტა გადავიწვი, წამოვწვევით და ხმას არა მოვიღებო თქვენს გაჩუმდი ცოტა დავიხალე რა.
რა დავაშავი, ასეთი რომ პატამ უნდა იცხოვროს აქ. აი რა დავაშავი, არა მართლა რა დავაშავი, მართლა რა დავაშავი რა. არა ეხლა პატარ-პატარა ცოდები კი მაქვს, მაგრამ აი ესეთი ეხლა ელენე. კარგი ლაშა, ნუ წუწუნებ დაწნარდი, ისედაც ხორცილის მერე მე და ნიკა გადავდივართ, შენც მარტო არ იქნები. უი მართლა, გადადიხართ ელენე ხო? ლაშა გაგიფრინდა და არა. კი, გამიფრინდა და მაგრამ ყოველ შემომიფრინდა. მე წამიყვანეთ რა, გეხვეწები, მე წამიყვანეთ ილიასთან, ჰა? მიდიკა. გამარჯობა. გამარჯობა. აშა როგორ ახლა, ჰა? გამარჯობა ილია, ვალი გადახდილია. ვატაშორის შენს გამარჯობა ეკა. ალე ჰოპ. მე ავალ ეხლა ზევით ბავშვის ოთახში წამოწვევი, ფოკუს გავაკეთებ რა. ალე ჰოპ. თუ რამე დაგჭირდეს ლაშა ხო ზევით ვიქნები ოთახში და ამოდი ოღონდ არ გამოგვიზო ხო? ეკა შენ დაჯექი? მე ილია საქორწინო მოსაწვევებს ვაჩვენებ და მეც მე პატიჟებით ქორწილში რა? ლაშა ბიძია. რატენი იმაზე დღეს რო ვილაპარაკეთ, ჰა? გადაწყვეტე რამე თუ ვაჩვენო ელენეს სურათი? მოდი აქ, მოიცადე ერთი წუთი რა სურათი უნდა აჩვენო, აი გამომართე ფული აგერ არის. იცი რა არის? ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ეს თანხა ცოტა არ მეყოფა. დაახლოებით 1-5,000 მაინც დამჭირდება ალბათ. ასე რომ რა 5,000? რა 5,000? არა თუ არა გაქვს ლაშიკო არ არის პრობლემა. უბრალოდ ელენე რო გამოვა მე ვაჩვენებ ფოტოს. ეხლა მომისმინე. არანაირი ფოტოს ჩვენება არის, არ გვინდა. ვაჩვენო ეხლა ელენეს. არა რა უნდა აჩვენო, მოდის მოიცადე, მოვილაპარაკოთ ეხლა მე. მოიცადე ერთი წუთი დამაცადე, მოვიფიქროთ ეხლა მე შე. 5,000 გამარჯობა ილია. გამარჯობა. ელენე მომისმინე ჩვენ ისეთი ამბავი გავიგეთ რომ შენც უნდა იცოდე. ხო ელენე შენთვის სიურპრიზი გო. ხალხო ეხლა მართლა ძალიან მაგარი ფოკუსი მომამზადე. ხო, ვაჩვენიება. აბა. იქნება ამიხსნა რამე, ჰა? ან ეს გოგო თუ შენი საწოლია, მე ვინ ვარ? ნიკა, ეს მართლა სერიოზული ფოკუსი გამოგივიდა. და შენ ერთი წუთი მოდი აქ. გააკეთე გია? კი, აი ეს ფანარი გავაკეთე, ახლა უთოს მოურჩები ალბათ და მე აი მიქსერი დარჩა და მოჩი. დედა რა ოქროს ხელები გქონია გია. ამას ყველაფერს რომ მორჩევი, მე აი ფენი მაქვს გადამწვარი 3 წლის წინ ამბი ფეთქდა და სუნი გავუშვა და არ გადავაგდე და იქნებ მე ესეც გამიკეთო. კარგი, ნუ დადეთ მან და მე მაგასაც მივხედავ. აი მე რა კარგი ესეთი მეზობელი რომ მეყოლები, როდის გადმოდიხართ? ეს ზუსტად ახლა ფიქრობდი. ხომ არ უთხრა ულარი პატას და რამე სხვა ბინა ხომ არ მოუძებნო მე. საქმისა თქვენიცით, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ჩვენ ხომ უკვე ვართ კარგი მეზობლები და ახლობლები არა? ალბათ. მე ოჯახე კაცი ხარ გია და იცი რომ სახლში 1000 რამე ფუჭდება. ხო და დაგირეკავ ხოლმე მოხვალ და გამიკეთებ ყველაფერს ხო გია? მადლობა. ნდობისთვის.